არაერთ ქოთურ საიტზე ვნახე, როგორ დასტირიან გურამ შარაძეს, აკადემიკოს 8 ადამიანს, ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც 19 წლის წინ დღისით მზისით საჩვენებლად დემონსტრაციულად მოკლეს მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 20 მაისს. და იქვე ამბობენ, რომ დორბლიანმა სააკაშვილმა მოგვიკლა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბაზარი არაა, ვიცი. Das რეჟიმმა მოკლა დემონსტრაციულად თან იმისათვის, რომ დაეშინებინა ხალხი, რომ აი თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ, თუ ვერ გაახურეთ, აგერ გურამ შარაძე გავაგორებ. და რატო არ გამოიძიე ეს საქმე ქოძბანდამ? ანუ თქვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ბომჟმა მოკლა გურამ შარაძე, ვინც დააპატიმრეს მაშინ საწყალი ვიღაცა მეტრა 60-იანი რო იყო სიმაღლის. გურამ შარაძის ქალიშვილმა გამოიძიე ეს საქმე, გარდაკვირვების კამერები ამოიღო იქ რაღაც ვიდეო კადრები და ნახა რომ მამამის ფეხდაფეხი მიყვებოდა რაღაც სამხედრო მიხრამოხრის ადამიანი ალბათ სუსის თუ რა ერქვა მაშინ სპეცსამსახურების ოფიცერი. იმან მოკლა. მე მგონი სახელი და გვარიც დაადგინა რუსდან შარაძემ. მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და ქოც მოძრაობას, ქოც რეჟიმს არ დაუწყია, არც დაუწყია გურამ შარაძის საქმის გამოძიება. რატომ? ხო, ძალიან ის არის აქ მომგებიანი, რომ აგერ ნაც რეჟიმი ამხილა გურამ შარაძის კვლელობაში. არა, იმიტომ რომ ის კვლელი წაიყვანეს თავისთან. როგორც თავისთან წაიყვანეს და ყავთ დღეს მურუსიძეები, მიქანაძეები, რა ვიცი, 1000 უბედური ნაძჯალათი შეისის ხორცეს შეიწოვეს. და მაშინ ქოც მოძრაობაში უფრო მეტი ნაცია ვიდრე თავად ნაცმოძრაობაში გონი. აი ეს არის. ასე რომ ვიცოდეთ სანამ ნიანგის რემლებს დაყვრით, ხო? ვიცოდით ის რომ ქოც რეჟიმი არის გურამ შარაძის ჯალათი, იმიტომ რომ მისი მკვლელი არ გაასამართლა, მისი მკვლელობა არ გამოიძია და ჩაფარცხა ეს ყველაფერი თავისთავად როგორც არის. თქვენს კისერზეა ქოცებო გურამ შარაძის მკვლელობის გამოუძიებლობა და მისი სულის უპატივცემულობა. თქვენ ახართ ქოცებო გურამ შარაძის ჯალათები. მორჩა